ვის ჩაარტყა ზურგში დანა, ვინ ვის იყენებდა, ან რამდენს ერთად იყენებდა ამ ყველაფერს ვიდეოს დასრულების ბოლოს გაიგებ, შენ სტანდარტულად ეხლა აქ იმიტომ ხარ, რომ სოციალურ ქსელებში, TikTok-ზე და Facebook-ზე შექმნა ჩემი ვიდეო, სადაც ვამხილე ადამიანები, რომლებიც არიან აფერისტები, ფარისევლები და ორპირები, და თუ ამ ყველაფერს მე ვიტყუები, ამას შენ ვიდეოს დასრულების ბოლოს გაიგებ. მოკლედ, რატო გადავწყვიტე მაგ ვიდეოს ჩაწერა? მაგ ვიდეოს განმაპირობებელი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე, ეგ იყო სიმართლე უბრალოდ და ერთი კონკრეტული წინადადება. ერთი კონკრეტული voice, რომელიც ამ ადამიანმა წაშალა, დამბლოკა იმისთვის, რომ სიმართლე დაემალა და სხვენია ეგეთ რაღაცას რომ მეუბნები? ანუ როცა მე მინდა სარგებელი, მაშინ წე? თუ გავიწდება შენი გულისთვის რომ დავბოდი მანდ რუსთავიორში და არ ვიცი მთელი ამბებში რომ ვიყავი რომ პროექტში გაგემარჯვეთ და რაღაცეები და ასე შემდეგ. თუ თქვენ არ ვიცი კონცერტებზე და ასე შემდეგ სარგებელს ვიღებდი მე რაღაცეებს. მე არანაირი ტიპის სარგებელი არ მიმიღია თქვენგან. მაგრამ მე ჩემი გულკეთილი ნებით ყოველთვის ვცდილობდი რომ თქვენ გვერდში ყოფილიყავ. ეგეთი ტონი ხა შენ რასაც მე ვაპარაკები, ხო? სიცხელი არის უბრალოდ. ეხლა შეუერთდა ჩემს, არ ვიცი, მტრებს, ლიბერალებს, ფემინისტებს, ჩემს კონკურენტებს, რომლებიც fake account-ებით ცდილობენ ჩემი სახელი შელახონ, რომელიც 1000 ბინძურეს რაღაცებს ყველაფერზე მაჭერენ. და ეხლა უკვე ამ ყველაფერს მუზების ორკების სექტად შეუერთდა, სადაც არ ვიცი, საგულშემატკივრო ჩათიდან რაღაცა ვიდეოებს დებენ. ყველა არის ამათი, ყველა კომენტარი, რომელიც არ ვიცი, ჩემს საწინააღმდეგოდ იწერება და მათ სასარგებლოს და დადებით წერენ, ყველა არის fake, ანუ მათივე კომენტარებია. ამათ რეალური ხალხი და რეალური გულშემატკივრები არ ყავთ. მე თვითონ ვიცი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გლდანში, როდესაც დალას პაბში ვიყავი, ამათ ბრჭყალებში კონცერტზე, მე უბრალოდ შოქში ვიყავი, იმიტომ რომ არ ვიცი, თავი მეგონა ბაგა ბაღში. თავი მეგონა ბაგა ბაღში, ყველაზე უფროსი ასაკით რამდენიც იყვნენ ბავშვები, ეს ხო 11-12 წლის. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, უბრალოდ მე გეუნებით სეგმენტს ამ ადამიანების მხარდამჭერების. ან არიან ბავშვები, ან არიან, არ ვიცი, თავიანთნაირი ადამიანები, როგორებიც თვითონ არიან. მოკლედ, როდესაც ეს ვიდეო დავდე და მხილება, მომხილე ეს ადამიანები, თუ როგორ ყველას იყენებენ, მე ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერზე არაფერს არ ვიძახდი, კონკრეტულ მომენტს ველოდებოდი. და მე ეს ყველაფერი გავიაზრე მაშინ, როდესაც აი ეს ფაქტი მოხდა. ოფიციალურად გადმომცეს მე თავის დროზე ბიჭებმა და всё, ველი ძალიან დაგვაკლდებით და მოგვენატრებით, უკვე გვენატრებით. ამით პროექტის ფაზა დამთავრდა. პროექტის ერთ-ერთი კაშკაშა. სტანდარტულად ეს დადგმული ცირკი და სპექტაკლი, ვითომ არ ვიცი, ზურიკოზე და გუგაზე გული დაწყდათ ძალიან. ეგ ყველაფერი იყო შოუს ნაწილი, ყალბი თამაში, სამსახიობო განათლება მაქვს და ძალიან კარგად ვიცი, მით უმეტეს ფსიქოლოგი ვარ. პროფესიონალი ადამიანი როდის იტყუება, როდის არის ყალბი, სხეულის ენა, მიკროექსპრესიები, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი. მაგრამ აი ეგ მომენტი იყო ზუსტად განმაპირობებელი იმისა. შენ თუ ეს გაპატიო, ლორენცო, სპექტაკლები, ეს ყველაფერი, ეს ის. და მეორე დღეს ვის მიუცუცკდნენ, აბა თუ გამოიცნობ. მე. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე ლორენცო დაჭირდათ. მაშინ, როდესაც არ ვიცი, ლელუ და დიასა ცალკე თანყვებოდნენ ამას, არ ვიცი, აგულავებდნენ, ატარებდნენ აქეთ-იქით, ყველაფერს აკეთებდნენ ამათი გულისთვის, რესტორნები, არ ვიცი, საჭმელი.
ცალკე ზურა და გუგა ან ერთად ესენი. ეხლა ვიღაცა იფიქრებს ლორენცო შენ ამ ყველაფერს როგორ ლაპარაკობ? შენ ვინმესთან ხო არ მეგობრობ? ან დიასასთან, ან ლელუსთან, ან ზურიკოსთან არავისთან არ მეგობრობ. დედა მომიკვდეს არც ერთი არ არის. არც დიასა არის, ჩემი არ ვიცი ძმაკაცი, არც ლელუ ჩემი არავინ არ არის, არც ზურასთან და გუგასთან არ ძმაკაცობ. უბრალოდ საადმინოდან, მათივე საადმინოდან. როდესაც გამოდის ინფო, კონკრეტულმა ადამიანებმა დატოვეს ეს ადამიანები, თავიანთი ორპირობის, თავიანთი ძუნწობის, თავიანთი უნახავობის გამო, ყველამ ძალიან კარგად გაიაზრა. ვინც ყავს დარჩენილი ამ ადამიანებს, ესენი არიან ის ადამიანები, როდესაც ვიდეო დავდე და რაპირით მლანძღავდნენ და რაპირით მაგინებდნენ. ეს ქალბატონის შორენა, რომელიც არ ვიცი ხან დედას მაგინებდა და ხან არ ვიცი მემუქრებოდა რაღაცაებით, მანამდე სანამ პროექტში ვიყავი და ჩემ ხმებს იღებდნენ მუზები და ესენი, მანამდე ყველა ანგელოზი ვიყავი ამათთვის. მაგრამ როდესაც ვამხილე ეს ადამიანები სინამდვილეში როგორები იყვნენ და ყველას როგორ უღალატეს და ერთი წამის stakeholder ჯერ სათხარ ვიდეოს დასრულების ბოლოს იმდენამეს გაიგებ. ყველას როგორ უღალატეს, ყველა როგორ გამოიყენეს, ფეხებზე დაიკიდეს და მე ვითომც არაფერი არ მომხდარა. ეს არიან მისი ადმინები. ესენი არიან მისი ადმინები. ეს მისი გულშემატკივრები არიან, რომლებიც შემომასიეს და შეუერთდნენ ლორენცოს მტრებს, არ ვიცი, ლიბერალები, ფემინისტები, ჩემი კონკურენტები, fake account-ებით, გინდა TikTok-ზე, გინდა Instagram-ზე, გინდა Facebook-ზე, იქიდან გამომდინარე, ჩემ კურსებზე დიდი მოთხოვნა არის, ჩემ კონკურენტებსაც მეტი არაფერი არ დარჩენიათ, რომ ჩემი სახელი შელახონ, fake ბოტები შემომასიონ ლიბერალ ფემინისტებთან ერთად. ამას უკვე მუზების ორკებიც დაემატა. ესე იგი, წარმოიდგინე ბავშვებს ავალებდე საადმინო ჩათიდან. ამ ბავშვებს, რომ ლორენცოზე ცუდი დაწერე, ლორენცოზე თქვი რომ ქალთ მოძე, ეს დანაშაული არის. ადამიანს, როდესაც რაიმე ტიპის ბრალდებას ესე განუწესებ, ეს არის დანაშაული თუ ვერ დაამტკიცე. მაგრამ ამას ვერ იაზრებენ დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები. სტანდარტულად ვისი ლაპარაკის არ ვიცი, ამათი ლაპარაკი უпроსტოდ ვინმე შეერა, ეს არის მართლმადირი არ ვიცი გაუნათლებელი ადამიანები. მე უბრალოდ არ შემხვედრია ესეთი აი ხამობა რაღაცეებზე, მიხნე? აი ყველაფერი რო აი უნახავებივით რო არიან, საჭმელზეც რო ესე არიან. ესე იგი ყველასგან ვიცავდი. ნაზგაიძემ შეურაცხყოფა არ ვიცი ეღადავებოდა, არ ვიცი, ყველასგან ვიცავდი. ყველასგან დავიცავი. თუ ვინმესგან დასაცავი იყო. მაგრამ ბოლოში შემომიტრიალდა და ერთი ძალიან საინტერესო წინადადება მითხრა. მაგიტო იყო გამაპირობებელი მიზეზი, რატომაც ვიდეო ჩავწერე. იმიტომ რომ სინამდვილეში ყველას უღალატა, ყველა გამოიყენა. ცალკე ლელუ და დიასა გამოიყენა. მერე ზურა და გუგა გამოიყენა. და მერე როდესაც ლორენცო დაჭირდათ, გახსოვთ აი ეს პოსტი? ზურამ და გუგამ რო განათავსეს თავის სოციალურ ქსელებში Instagram-ზე, ჩემთან ერთად რო სურათი დადეს. დიანამ, თინამ, ჩემთან ერთად გადაღებული სურათი. როგორ მოგვენატრე? ზურას და გუგაზე რას იძახდნენ პროექტი რო დატოვეს, როგორ მოგვენატრა? იმიტომ რომ ეხა ამათი ხმები ჭირდებოდათ, მიხნე? ეხა ამათი ხმები ჭირდებოდათ ზურასი და გუგასი. მერე ლორენცოს ხმები ჭირდებოდათ. მერე ლორენცოსთან უნდა დაეთმო. ამ ყველაფერს კარგად ვიაზრებდი, მაგრამ ჩემი მიზანი პროექტის მოგება არ ყოფილა. ჩემ CV-ში, რუსთავიორში, ფსიქო CV-ში რო შეხვიდე და მოითხოვოთ ეხლა, კარგად წერია. ადამიანების ნიღბების ჩამოხსნა, იმიტომ რომ ჩემი პროფესია ეგ არის. მე ვერ ვიტან აფერისტ ფლიდ ორპირ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი კარგები და პატიოსნები არიან, სინამდვილეში არ ვიცი უარეს კადროლობენ. მარიამ ყარყარაშვილი, თინასთან შედარებით დედას გებცები ანგელოზი თუ არ იყოს. კონკრეტული აპკი არ განსაზღვრავს ადამიანის პატიოსნებას, შემოძვირფასო მეგობრებო. ადამიანები ესე გადაყვნენ თან არ ვიცი, ცალკე მე რამხელა ამაგი მაქვს ამათზე. ცალკე მე რამხელა ამაგი მაქვს ამათზე. მაგრამ თინასთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო. ვინ ვის იყენებდა კონტენტისთვის, აი ეს ვნახოთ ეს შეტყობინება და მესიჯი. თინას ჭირდებოდა ლორენცო ცალკე ტიპის კონტენტისთვის, იმიტომ რომ შეყვარებული რომელიც ყავდა და იმ ბიჭმა არ ვიცი გაუშვა ეს თავისი არ ვიცი კვირაში 4 დღე რესტორანში უნდა მატარო და მაჭამო და მასვა და ასე შემდეგ აღარ აინტერესებდა იმ ბიჭს გაიცნო იმ ბიჭმაც ვინ არის ძალიან კარგად მერე უნდა ეჭვიანებინა ის და ამისთვის ლორენცო ჭირდებოდა და ედიტები რო ხდებოდათ ამათი საადმინო ჩათი აკეთებდა ამ ედიტებს მიხნე ლორენცოსთან ერთად ლორენცო ჭირდებოდათ ამათ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვიაზრებდი თვითონაც მწერდა რომ აი ეჭვიანად ცოტათი იმანე უთუ ვისა გოიმებდა ამით თავისნაირ არ ვიცი ადამიანებს ამათი მხარდამჭერები ყველა ანუ აი ესეთები არიან მიხნე აი ნორმალური აი გამოსული ტიპი მაჩვენე რომელზედაც სიტყვის აი წავედით მუზების კონცერტზე და ეხა იმაზე არის ლაპარაკი რომ თითქოს მე რაღაცის მშურს მე არაფრის არ მშურს მე უნახავი არა ვარ ესენი არ ვიცი ეხლა წავიდნენ სადღაც კრუიში რაულასთან ერთად მე არ ვიცი 18-19 წლის ასაკში უკვე 16 ქვეყანა მოვლილი მქონდა
ესენია მაგას გეუნები აი ჭამაზე აი რაღაცა ვაუ აი უნახავებივით არიან ცალკე ლენუნდა დიასამ აჭამეს ასვეს არ ვიცი გვერდში დაუდგნენ როცა დაჭირდა ჩაარტყეს დანამერე ცალკე ზურა და გუგამ ან ვინც ვერ იაზრებთ ეხა რას ვლაპარაკობთ შეგიძლიათ სარკეში მიხვიდეთ საკუთარ თავებს უთხრათ რომ OIQ-ები ხართ და მე მეშინია რომ თქვენაირი ადამიანები რომლებიც ეხა ამ ყველაფერს ისმენთ და კიდევ ვერ იაზრებთ რას ვლაპარაკობ თქვენაირი ადამიანები რომ საქართველოში ცხოვრობენ და არჩევნებზე მიდიან და ჩემი ბედი რომ თქვენაირი ადამიანების ხელშია ვინც ამ ყველაფერს ვერ იაზრებთ რასაც ვლაპარაკობთ საშინელი მდგომარეობა არის გამოიყენეს დაჭირდათ ის ყველაზე მთავარი ჩემთან მოდიოდნენ ცალკე ზურას და გუგას ლანძღავდნენ ესეთები არიან ისეთები ჟურამ რა გააკეთა ესე დაგღუპა ესე და ეს გააკეთა ზურასთან და გუგასთან მიდიოდნენ ლორენცოს ლანძღავდნენ დიასასთან და ლელუსთან მიდიოდნენ ლორენცოს ლანძღავდნენ ზურასთან და გუგასთან ბონდოს ლანძღავდნენ ჩემთან მოდიოდნენ ბონდოს ლანძღავდნენ ბონდო ესეთი არაკაცია პროექტში შემოვიდა ეხა ჩვენ გვაშაობს მე მირეკავდა შენი დახმარება მჭირდება ლორენცო ესე და ესე ეს ესეთი არასტორი ეს აღარ ვიტყვი ეხა იმ სიტყვებს რასაც ბონდოზე ლაპარაკობდნენ მიხნე და ეხა ვითომცა არაფერი მიხნე ეხა რაულასთვის ბონდოსთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს ზოია დეიდამ ციური ღვთიური და არ ვიცი ზოია წმინდანაურმა ერთი დადებითი კომენტარი დაუწეროს და ჯიხს პროჩი ჩაბერავს რომ რქები გაუსწოროს რაულასთვის ეგ ანუ რაულასთვის ღირსება და ჩემ პოზიციაზე ვარ და ნამუს არ ვყიდი და რაღაცებს ბონდოსთვის ეგ ყველაფერი ანუ მე-1000 ხარისხოვანის არ არის ეგ ყველაფერი დირეხნის წინ დაკარგა ბონდომ მეხნე აი კაი გამოსული ტიპი მაჩვენე რომელიც ბონდოზე იტყვის რომ აი მაგარი კაცი არის აი ზოიასთვის ციური ღვთიურისთვის და ზოია წმინდანაურისთვის შეიძლება აი ბონდო აი ჩვენ გოგოებს როგორ გვერდში უდგა wake the fuck up მე ამ ხალხთან ურთიერთობა არ მინდა მე არ მინდა ამ ხალხს ვიცნობდე და უფრო მეტიც მე არ მინდა ამ ხალხს მუზების გულშემატკივრებს რომლებიც ორკები არიან შეულებრივი რაიმე ტიპის დადებით კომენტარებს მიწერდნენ მე ზუსტად ვიცოდი იმ კონკრეტული მომენტიდან და უფრო მეტსაც გეტყვი. ჩემი ყოფილი, ვისთანაც ვიყავი, ძალიან კარგად იცოდა თინამას, ჩემი ყოფილი და არ ვიცი დიანამას. ურთიერთობაში ვიყავი. ის ურთიერთობა დავასრულე. იმიტომ რომ თინამ ხო იცოდა რომ მე ურთიერთობაში ვიყავი. ლორენცოს მაინც კონტენტისთვის იყენებდა, რომ ჩემზე ედიტები ყოფილიყო. მიხდი ჩემი და თინათინის. ხალხი ანუ მეკითხებოდა ჩემი ყოფილები მირეკავდნენ დედა მომიკვდეს ანუ რა თინათინი შენზე წარმოდგენა შეგვეცვალა პროექტი და რაც გამოვედი ანუ ამად გამო კონსულტაციაზე ხალხი აღარ მოდიოდა იმიტომ რომ არ ვიცი მეც ამ დონის მატარებელი ვეგონე ყველას მაგრამ მე წოდებოდა გულწრფელად გამოუსვლელი ხალხი არის ესეთები არიან მე წოდებოდა და ყველასგან ვისწავდი ყველასგან ცნობილები როდესაც უტევდნენ პროექტში მე ხო ვეთამაშებოდი ანუ წინა პრაიმ ჰაუსაც ვეთამაშებოდი მარტო ამათ არა მიხდი ყველასგან ვიცავდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ესენი არიან მედროვი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, ყველას გაწირავენ ჭამის და პონტის გამო. ეხა ბონდოსთან ხო არიან? ბონდოსაც ანუ რა ეხა რამდენჯერ უნდა წაგიყვანოს, კაი რაულამაც იმ კრუიზში ეხა. რაულას უნდა რომ რაღაცა ეხა როგორი გალანტოა shut the fuck up, ვინ ახალ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მე ხდე, მაგრამ ესენი ცოტა ხანში ახალ ბონდოს იპოვნიან. უკვე იპოვეს stay fucking cold უკვე იპოვეს ახალი ბონდო აი საქართველოში აი როგორ შეიძლება ბონდო 1 ორიგინალი რაულა ბონდო მეორე არ ვიცი ლაშა ბონდო მესამე გააძრეს ტიპებმა და უფრო მეტსაც გეტყვი ბონდო 4-იც არსებობს რომელმაც ამასიან სოციალურ ქსელებში რაღაცა ვიდეო ჩამიწერა ანუ საქართველოში სადაც 3,5 მილიონი კაცი ვცხოვრობთ 4 რაულა არის დაგვენძრა სერიოზულად ვიძახი. ყველაფერს გამოიყენებენ ესენი კაცო და ეს რაღაცა იღაბი რო აი პატიოსნები და ძალიან ისეთ კიდევ ერთხელ ვიძახი. ხალყარაშვილი ამათან შედარებით არ ვიცი, თინასთან შედარებით, მოდი ესე ვთქვა, ანგელოზი არის. ხალყარაშვილი თან რო გადაყვიდა ამდენი რამე გაუკეთო, ზურგში დანას არ ჩაგარტყავს. ჯობია ადამიანმა ესე ორი ჭიქადალიოს და გაგინოს, ვიდრე არ ვიცი, ხალხის თვალში ლელუდა ის ცალკე იმად გამოიყვანეს, რომ იმათმა უღალატეს, ცალკე ზურა და გუგა გამოიყვანეს, რომ არ ვიცი, ამათმა დაადეს. უფრო მეტსაც ვიტყვი, თინამ დაუნგრია, ანუ დიანას ურთიერთობა. თორე არ ვიცი, დიანას რო ზურა ევასებოდა, იქ ყველა მიცოდა და ყველა ვიცოდით. ზურასაც ევასებოდა, მაგრამ ამა ყველაფერი გააკეთა, ანუ. ეხნი? და ეხლა მაინც ამათი დონე მაინც ჭამაზე გადის. მიხდი სიმართლე, როდესაც თქვა ესეთი კომენტარები წამოვიდა მე. ვოისები წაშალა, ის ვოისი, ყველაზე მნიშვნელოვანი ვოისი წაშალა. როდი უთხარი, რომ მეთქი შენი დახმარება რაღაცაში მჭირდება და ლორენცო ეხა არ გცალია ისა ეს ანუ მეთქი რა იყო, მეთქი ამდენი რამე მოქვს რაღაცა თქვენი. ჩვენი გულისთვის არაფერი გაგიკეთებიაო შენ.
ჩემმა ოჯახმა და ჩემმა საგულშემატკივრო ჩათმა 3000 ლარზე მეტი გავიდა. რომ ამათ 90% აეღოთ და გადაცილებულიყვნენ ამ ყველაფერს. ვისი დამსახურება იყო? ლომის წვლილი ვისი იყო? დიასამ და იმან დაუჭირეს მხარი? ლელუმ? არ დაუჭერდა, იმიტომ რომ რაც თან გადაყვნენ და არ ვიცი ზურგი აჩვენეს და ზურგში დანა ჩაარტყეს, ამათ მხარს არ დაუჭერდა. ზურა და გუგას კიდე ნამუსი იყო, აფერისტები არიან, მაგრამ ყველანაირად გვერდში დაუდგნენ ამათ. მიხვდი? მაინც გამოაქვეყნეს მე რაღაცა პოსტები, რომ აი, რაღაცა მხარი დაუჭიროთ აი მუზებსაც და ლელუსაც. მაგრამ არ იმსახურებდნენ დედას გეფიცები. ვაფშე არ იმსახურებდნენ. წარმოიდგინე ადამიანი როგორი სუნდაბალე უნდა იყო. როდესაც აი ესეთ რაღაცებზე მიდიხარ, როდესაც იცი ურთიერთობაში ვარ. ჩემზე კონტენტს აკეთებ, ჩემით კონტენტს აკეთებ, რომ არ ვიცი, გამოჩნდე ჩემით ეს ერთი, მეორე, შენი ყოფილია ეჭვიანო და ეხლა ვიღაცა იფიქრებს, რომ ამას ვიტყუები, აგერ მესიჯი. აგერ შეტყობინება. გვერდში ვედექი ყველანაირად. აბა ლორენცო რა რჩევას მომცემ, რომ აი შემოვირიგო. ყველანაირად გვერდში ვედექი. ჩემი ურთიერთობა მაგიტო დასრულდა, რომ უბრალოდ ის გოგო ცალკე ტვინს მიბურღავდა, რა დედას გეფიცები, რომ დავიღალე, რა თინათინი. რეის თინათინი, ანუ დავიღალე, ყველგან მხდება, არ ვიცი, შენი და თინათინის ვიდეოები და არ ვიცი, ის გოგო არ ზედმეტად ეჭვიანი იყო ისედაც, და ამას რო ხედავ და ბოლოს უკვე დავიღალე, მეც და გავუშვი, იმიტომ რომ მე ქალისგან ტვინის ბურღვას ვერ ვიტან დედას პისავარ. მე ქალისგან ტვინის ბურღვას ვერ ვიტან. ამ ყველაფრის მერე ეხლა როდესაც გამოვედი ქალთმოძულე ამათვის, მიხვდი? თორემ მაშინ ქალთმოძულე საერთოდ არ ვიყავი არც თინათინისთვის. აი ეს არის ამათი ლოგიკა. დღეს თუ მამაკაცი გამოვა და სიმართლეს ილაპარაკებს, ქალთმოძული არის, ბოროტი არის. ქალზე თუ თქვი სიმართლე, რა როგორ გააკეთა, შენ ქალთმოძულე ხარ, კაცო. ჩვენ გაგინებთ დედას. ჩვენ შეურაცხყოფას მოგაყენებთ, კაცო. ჩვენ დაგემუქრებით 1000 სიბინძურეს გავაკეთებთ, ვიმანიპულირებთ ხალხზე ედიტები, რილსები, რაღაც ყველანაირად გაგაშავთ, მაგრამ შენ ხმა არ მოიღო. შენ თუ ხმას ამოიღებ, ქალთმოძულე ხარ. Wake the fuck up, გამოფხიზლდით ხალხო. ამ ტიპის რეალობაში გვიწევს ცხოვრება დღეს. მიხვდი? მე მყოფნის იმის ტრაკი რომ გამოვიდე და სიმართლე ესე პირდაპირ უხეშად და ნაგლად ვილაპარაკო, იმიტომ რომ ლორენცო ვარ, იმიტომ რომ აფერისტი არა ვარ და იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ვერ ვიტან აფერისტ ფლიდ და ორპირ ადამიანებს. ზურა და გუგა შეიძლება აფერისტები იყვნენ, მაგრამ ორპირები და ფლიდები მაინც არ გამოდგნენ. მიხნე ამათან შედარებით. თან გადაყვნენ ცალკე ამას, არ ვიცი, ცალკე თინას და დიანას, ზურა და გუგა ცალკე არ ვიცი, გადაყვა დიასა და ლელუთან, ყველას თვითოულს დანა ჩაარტყეს. ყველას 1000 შეურაცხყოფა ზურგს უკან ეხა მე თუ არ ვიცი ეს ყველაფერი, ანუ ვინიც აგერ მესიჯი ცალკე ბონდოზე, ანუ რეებს ლაპარაკობდა და ეხა ბონდოსთან ერთად, რაულასთან ერთად კრუიში არისო, თუმცა არაფერი არ მომხდარა. მაგრამ ბონდოს ეხა მაგდენი ღირსება რო არ ააგნა. ბონდოს ეხა ღირსება და რაღაცები ფეხებზე კიდია, ანუ ეგ სტეიკჰოლდ. რაულაა ჩვეულებრივი და ტყუილა კი არ შევარქვი, რაულა არის. მაგრამ ამასაც უკვე ამოუვა ეხა ყელში ეხა როდემდე ხო? კაცო, ერთხელ წაიყვანა კრუიში, კაი. ესე იგი მესიჯი რომელიც მომწერა მოისის სახით იმდენად ანუ როგორი რაღაც იყო იცი? ხო ვიცოდი რომ ესეთები იყვნენ. კიდევ ერთხელ ვიზახე. ვიცოდი რომ ესეთები იყვნენ. ვიცოდი რომ აი მედროვე გამოუცვლელი უნახავები, და ხელოვნური თამაში და ხელოვნური რაღაცეები, ანუ ეხა მე თუ არ ვიცი, ეხა სამსახიობო დამთავრებული მაგ არ ვიცი 7 წელი წიგნები არ ვიცი, ჩეხოვი არ ვიცი, ბრეხტი და პლუს ამას ფსიქოლოგიური განათლება. მე თუ არ ვიცი ადამიანი როდის იტყუება და როდის არა, ანუ სტეიკჰოლდ, ხო? მაგრამ მაინც ანუ ეგ რო არ მოეწერა და არც ვიდეოს არ ჩავწერდი და არ მომხელდი, ეგ რო არ მოეწერა. მაგრამ ამისინ კიდე უარესი გააკეთა, ხო? რაც გითხარი. იცოდა ახალ ურთიერთობაში ვარ, იცოდა. ნუ ეგ არის ცოტა ახალ ურთიერთობაში რო ვარ, ტყუილები არ მიყვარს. გოგოსთან ერთად სურათი ხო ნახა რომ არ ვიცი, ფეხზე ხელი მიდებს და კომენტარს დებს რა, არა. ანუ ეხლა კიდე უნდა ააგდოს, არ ვიცი, ვიღაცა გოიმები, პაიკები, რომლებიც ვერ გამოვიდნენ ჯერ და ვიღაცას არ ვიცი, შენ თუ ეხლა ამ ვიდეოს უყურებ და შენ ოდესმე გჯეროდა ის რომ მე და თინათინი ერთად, ანუ სარკესთან მიდი და საკუთარ თავს უთხარი რომ პაიკი ხარ. იმიც არ უნდა თინათინი, არ ვიცი, სტეიკჰოლდ. წარმატებები ორივეს, წარმატებები უფრო დიანას. იმიტომ რომ თინა დიანას ცხოვრებას ჯოჯოხეთად უგზავს და დაუნგრევს. მეხნე. იმიტომ რომ აი შინაგანად არის აი ეგეთი. კიდევ ერთხელ ვიზახე, აპკი არ ნიშნავს იმას, რომ აი ძალიან პატიოსანი ხარ. ეხლა პროექტი რო დასრულდა, გამოვაჩინეთ ხო, ყველა ვინ არის. სინამდვილეში გამოჩნდა ყველა ვინ არის. ამდენი მტრები მე, არ ვიცი, ცალკე ჩემი მტრები უნდა დავამარცხო და ცალკე მუზების ორკები, რომლებიც 1000 სიბინძურეს, არ ვიცი, შეურაცხყოფა გინება თავის, არ ვიცი, ადმინებიანად, ხო? სტეიკჰოლდ.
ყველა შეიძლება განათლებით ვიზუალურად და ინტელექტუალურად ერთმანეთს გავდეს მუზების გულშემატკივარი. ის ბავშვები მეწოდება, რომლებსაც საადმინოში, აი საწყალი ბავშვები, ეხა არ ვიცი, გინდა გოგო ბიჭი ავალებენ, რომ ეხა ლორენცოზე დაწერე ვიდეო გააკეთე, რომ ქალთმოძული არის. შენ რა გონია რამეს ვიტყუები, აგერ ფაქტი. ყველაფერს იკადრებენ ეს ადამიანები, რომ ადამიანები გამოიყენონ და მე მათზე 1000 სიბინძურე ილაპარაკონ. ყველაზე დიდი, არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანი თან გადაყვეს, დაგიცვას უამრავი, არ ვიცი, ვიწინა პრაიმ ჰაუსიდანაც ვიცავდი, ვიღაცები რომ ამაძე იძახნენ, რომ გოიმები და ესა და ისა და ესა და ესა, ცალკე ნაზღაიძესგანაც ვიცავდი. ყველასგან დავიცავი. მეხნე საბოლოო ჯამში ვისაც ლანძღავდა და ვიზედაც 1000 რაღაცას ლაპარაკობდა, ეხა იმასთანაა. მაგრამ ეგ ახალი ხო არ არის, ამ ყველას ლანძღავდა ზურგს უკან ცალკე დიასას და ლელუს, ზურას და გუგას, ცალკე ბონდოს, ჩემთან, ანუ ჩემზე ეხა იმათან იყო ლაპარაკი, რომ ლორენცო ესეთია, ანუ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და გასკდა ეგ ამბები. მას შემდეგ რაც ხელში ამოვიდათ ამის ყოფილ ადმინებს უკვე რაღაცეები, იმიტომ რომ დატოვეს ამის ყოფილმა საადმინომ, მიატოვა, ყველა მიატოვა. ფინალში ორი თეთრიც კი არ ჩადეს, წარმოიდგინე. ლორენცოს და არ ვიცი ვიღაცეების იმედი ჰქონდათ, რომ არ ვიცი პროექტს მოაგეს 3% დააკლდათ. მაშინ, როდესაც ლორენცოს ოჯახი და საადმინო, ჩემმა საადმინომ ხალხმა, ანუ მოდი სიმართლე ვთქვათ. ჩემს გამო შეიყვარეს ესენი. პირიქით არ იყო, ჩემს გამო შეიყვარეს ესენი. მე ხდე, ესენი გვერდში მე არასოდეს არ დამდგომიან. მე დაუდექი გვერდში, ყველანაირად, ყოველთვის, ყველაფერში. კონტენტში ვინმის იყენებდა ცალკე ამბავი არის. თინათინ ვჭირდებოდი მე კონტენტისთვის, რომ თავისი ყოფილი ეჭვიანებინა, თორემ მე ურთიერთობაში ვიყავი თინათინთან, კონტენტი ვაფშე არ მაინტერესებდა და ფეხებზე მეგიდა. მე ხდე, საერთოდ არ მაინტერესებდა და პირიქით ეს ჩემ, არ ვიცი, რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახა, როგორც ფსიქოლოგზე ერთი და არ ვიცი, ჩემი ყოფილები, როდესაც მირეკავდნენ უკვე, როგორც დაღლილი ვიყავი. და დამომიკვდეს. იმ გოგომაც, ანუ ჩემო ყოფილმაც ძალიან კარგად იცის ყველაფერი. როდესაც მეუნებოდა, ლორენცო, რატო ეხმარები ამას? რატო უკეთებ ამდენ სიკეთეს? მეთქი stake-hold, ყველა და ეხა შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ, stake-hold. დაჟე დაგირეკავდი, მაგრამ ვერ დაგირეკავ, იმიტომ რომ ეხა სხვასთანა ვარ. stake-hold. ნუ სიმართლე არის ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიზახი, ვინც ეხა შენ ამ ყველაფერს უყურებ. ის, რასაც ადამიანი გაჩვენებს, ეს dark side-ში ბნელი თავდაჯერებლობის კურსი რო გამოუშვი ზუსტად არის იქ ამაზე ლაპარაკი. ადამიანს აქვს სამი ცხოვრება: სოციალური, პირადი და საიდუმლო. სოციალურ ცხოვრებაში შეიძლება გაჩვენებდეს თავს, როგორი პატიოსანი არის, როგორი ესეთია, როგორი ისეთი არის. რეალურ ცხოვრებაში ეგეთი არ იყო სინამდვილეში. დაველოდოთ მეორე ეპიზოდს. თუ არ ვიცი, დააპირებენ არ ვიცი კიდე რაღაცა თინათინის ორკები, ანუ ვიცი უფრო მეტი რაღაცები მაქვს. უბრალოდ დავიღალი, აღარ მინდა ორივეს წარმატებებს უსურვებ, დიანას უფრო წარმატებებს უსურვებ, მაგრამ არ ვიცი, თინა რო დიანას ცხოვრებასაც დაანგრევს და პატივს აღარავინ აღარაცემს, მე საერთოდ ორივეს მაგტიბის რეალობის წინაშე დავდგებით, იმიტომ რომ თვითონ არ ვიცი, კონცერტი გააკეთეს და ხალხი არ მიუვიდათ ელემენტარულად, ბილეთები ვერ გაყიდეს. თვითონ უწერენ თავიანთ თავს კომენტარებს, ესენი შენ რა გონია ვხადაობ? შენ რა გონია მე რამე ტყუილს ვიზახი? თავიანთ თავს თვითონ უწერენ კომენტარს და მე პასუხობენ. საადმინო ჩათი ამის ვიცი რაც ხდება შიგნით ყველაფერი ვიცი. რაც ხდებოდა იგიც ძალიან კარგად ვიცი. ხალხი ვინც ედგა გვერდში იმათმაც აღარ გვინდაო. ესეთი საჭმლის გულისთვის რომ ადამიანმა გაყიდოს ყველაფერი და არ ვიცი ადამიანს ზურგს უკან ჩემთან ერთად ლანძღავდეს და მე იმასთან ერთად ვითომს არაფერი, არ ვიცი. არ ვიცი, ჯერეგ რა არის, მე და გიო ვიყავით, ჩემი ერთ-ერთი ბრატი გასული იმაში რა ქვია. პარასკევს კაროში მივდიოდი ხოლმე რა. რომ აი რაღაცა დავეხმარო, აბა მენტალურად ლორენცო შენი დახმარება გვჭირდება. ჩვენაირი ფსიქიკა, არ ვიცი, შენ არა გაქვს, შენ გასხოვებული მენტალურად, ფსიქოლოგიურად ძლე, აბა დაგვეხმარ. დილის 10 საათი იყო ამ ჰაუსიდან ხო გამოდიოდნენ 10-ის ნახევარზე რა. 10 საათზე იქვე საბურთალოზე შევხვდი რა, რომ მეთქი რაღაცა აბა გოგოებს გვერდში დაუდგე. მე ქალთმოძულე გოგოებს გვერდში დაუდგე, აბა რა ჭირდებათ? რამე ვინმე რამეს მაძლევდა, ანის 3000 რო ჩავდე, არ ვიცი, ჩემ გულშემატკივრებს კომპიუტერებზე ღამეს რო ვათენებინებდი, რო 90%-ზე მეტი დაეწერათ, მე ქალთმოძულეს მიხნე? რამე სარგებელი მქონდა ამისგან? არაფერი, ხო? არ ვიცი, დაურეკე ჩემ ბრატს გიოს, მეთქი გიო გავედით, რაღაც გოგოებს გვერდში დგომა ჭირდებათ, ბოლომდე გვერდში დაუდგეთ. ჯერ აი 10 საათია დილის. და არ ვიცი, მიმტანი მოვიდა დავჯექით რაღაცა, რამე შეჭამსო და არა მეთქი არაფერი არ მინდა, მეთქი არ ვიცი, ყავა მომიტანეთ და წყალი და ის გიომაც ყავა წყალი რაღაცა. შენ მეთქი რა სიმას სიზავ მეთქი რა. მე მშიაო. დედას გეფიცები, 3 პორცია ქაბაბი მწვადი თავისი მწნილით, მე და გიო აი ეს შოქში ვიყავით და უყურებდით
ანუ ჰაუსში გაიხა მაცივარი თვითონაც აღნიშნეს პირველი რომ შევე გადაძეძგვილი იყო იქ მაცივარი. მე ხნე ყველანაირი ტიპის საჭმელი იყო, რა სულო და გულო, რა გინდა, ყველა ტიპის საჭმელი ქონდა. მე ხნე დილის 10 საათზე სამი კაცის პორცია, წვადი ქაბაბი თავისი მწნილით. აი ეს მე და გიო დედას გეფიცები, აი ეს უყურებდით და შოქში ვიდ და მინტანი რომ მოვიდა და ანუ რო დაინახა რომ ჩვენ არაფერი არ გვიჭამია და ავისი გემრიელ ღმერთმა შეგარგოს ვინმე საჭმელზე კი არ იმადა პროსტა ანუ რაღაცეები სირცხვილი არის მიხნე მეტი არაფერი თორ რაღაცეები არის სირცხვილი ანუ stay cold შოქში ანუ სამი აი ეს მინტანი მე და გიო აი ეს შოქში ვიყავით რომ რა ხდება მეთქი ბოის შვილი ვიყო პროსტა ანუ არის რაღაცეები რაც ანუ მართლა სირცხვილი არის მიხნე ეხლა როგორც ცდილობენ მე გამაშაონ ეხლა როგორც ცდილობენ არ ვიცი ჩემზე 1000 სიბინძურე ილაპარაკონ და შეუერთდნენ ჩემ კონკურენტებს ლიბერალებს, ფემინისტებს, fake account-ებს. მე ხნე, ეგ არის ვარიან დაუნახავები. მაშინ არ ვიყავი ქალთმოძრუნე. მე ხნე, მაშინ კარგი ადამიანი ვიყავი. ლორენც შენაირი ადამიანი გვერდით ყველას უნდა ყავდეს. ლორენც, როგორი შენ ახარ, როგორც შენ გვერდში უდგახარ გოგოებს, ეგრე არავინ არ უდგას. მაგრამ სიმართლე როდესაც თქვენ რა მოხდა? აი გარის, ამ ტიპის რეალობაში გიწევს ჩემო მეგობარო ცხოვრება, შენ წარმოდგენას კი არ აქვს, ადამიანი თავ შეიძლება გაჩვენებდეს როგორი იდეები, იდეალური არა ვარ. ხო ამ ძალიან კარგად იცის. უხეში ვარ, პირდაპირ ვარ, ჩემ საქმიანობაში პროფესიონალი ვარ, მაგარ შედეგებს ვდებ, მაგრამ კაცრი ვარ, უხეში ვარ, პირდაპირ ვარ. არ მიყვარს აფერისტობა, არ მიყვარს ფლიდობა, არ მიყვარს ურპირობა. განაპირობებელი მიზეზი, რატომაც ეხლა ამ ვიდეოს უყურებ და რატომაც წინა ვიდეოს უყურებ და რატომაც მოისმინე სიმართლე, ერთი კონკრეტული ვოისი იყო. კაცი ვერაფერში გამოგიყენებს ლორენცო შენ ჩვენთვის არაფერი გაგიკეთებია. და ყველაფერი წაშალა. მერე რა გააკეთა, მერე დამბლოკა. მერე რა გააკეთა, თავდაცვა, საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმარი. წავედით ლორენცოზე შეტევაზე, შეტევა, fake account-ები. რეალური ადამიანები ამას მხარს არ უჭერენ. ეხა ამ ვიდეოს ხო ზუსტად ვიცი რას გააკეთებენ. მერე ვიდეოს ჩაწერენ ესე, აი ხალხი მიიყვანენ თავიანთ ახლობლებს. რაღაცა აი ხალხი რამდენი ხალხი არის. კონცერტზე ბილეთები ვერ გაყინდეს და ავიც გლდანში აქ დალასპავში რო ვიყავი, ყველაზე დიდი უფროსი ასაკით ბავშვები რამდენი წლისაც იყვნენ, იყო არ ვიცი 11-12 წლის. შემწყო უბრალოდ გამიტყდა ბავშვებო წარმატებებს გისურვებთ, ყველა ძალიან მიყვარხართ, ბავშვებზე ვგიჟდები, მაგრამ გააჩნია რაღაცეებსაც რა მიხდი? არ შეიძლება იყო ესეთი ორპირი ფლიდი, ძუნწი და უნახავი რომ ყველა გაყიდო ჭამისა და პონტის გამო. არ შეიძლება. ცალკე დიასა და ლელუ გაყიდეს, ცალკე ზურა და გუგა. ბონდო ჩემთან უკვე გაყიდული ყავდა, მაგრამ ეხა ბონდო ჭირდება, მიხდი? მე პარიზზე და რაღაცეებზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს. და ამას პროექტში ლორენცო stay fucking cold. დაიმახსოვრეთ, არავინ არ არის. ადამიანები თან გადაყვნენ, იმიტომ რომ ყველას ეცოდებოდით. მე ვიცოდი ვინც იყავით თავიდანვე, ეგ ყველაფერი ზუსტად მაშინ გავიაზრე, როდესაც კონცერტი დამიდით. შენ თუ ეს გაპატიო ლორენცო და მეორე დღეს stay fucking cold-ები. უკვე შემომიძვერით, იმიტომ რომ გჭირდებოდით. ლორენცო მიყვარხარ, ლორენცო როგორ მომენატრე. შენს გარშე არაფერი არ არის, ლორენცო. შენ როგორ ეგ ყველაფერი არ ვიცოდი, პროექტში სულ იყვნენ, რო ურეკავდი გვერდში რო ვედექი მე ქალთმოძულე. მე ქალთმოძულე. რო ურეკავდი გვერდში რო ვედექი. ლორენცო როგორ გჭირდები, გვიყვარხარ, ლორენცო. მე რა გავჭირდებოდი. აი ეს არის. Stay fucking cold. დაულოდოთ ლორენცო თოგის მეორე ეპიზოდს, Stay fucking cold.